მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. ნუ დაიწყო სამუშაო კვირა, შეიძლება ითქვას. რა ვიცი, მოსკოვის მექანიზმზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ვიღაცებს ეს ჩვენი ხელისუფლების დასასრული ჰგონიათ და დღეს პრესკონფერენციას უსმინე უყურე პრემიერ-მინისტრის და კიდევ ერთხელ გამოჩნდა გონებრივი სიმწირე ეგრეთ წოდებული შპოპოზიციური ჟურნალისტებისა, როცა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად თვლიან იმ მასობრივ მოწამვლას, სადაც არც ერთი მოწამლული არ არის, ხო? აი ეს უკვე უნდა დაამთავროს საერთოდ ლაპარაკი რა. ილუზორული მდგომარეობა არის თავიდან. ამას ამძიმებს ის გარემოება, რომ მართლა როდესაც აქციების ყველაზე ბრუტალური ფორმით და გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ყველაზე ბრუტალური ფორმით ჩახშობა ხდებოდა ნაციონალურ მმართველობაზე, მაშინ არ ამუშავებულა ეს მექანიზმი, ეგ ცალკე აბსურდი და ორმაგი სტანდარტი და ნუ მართლა ეხლა დავა იმაზე რისი არანაირი მტკიცებულება, რისი საერთოდ არანაირი ფაქტობრივი დამადასტურებელი არ არსებობს და თუთიყუში ხო არსებობს იმაზე რა ქვია ბიჭო თუთიყუში ან ზაღლი მაინც რო იყოს მოხსენიებული არგუმენტად კიდე სხვანაირად ვიბაზრებდით ეგეც არ არის უყურე აი ჩვენ ეგ თუთიყუში გამოვიკვლიეთ და ამის გამო დაცვი და ეგ მაინც რო იდოს კიდე სხვა რაღაცა შეიძლება რა ლაპარაკობდა იმას არ შეიძლება არ დაუჯეროს არ არსებობს მტკიცებულება ბიჭო ანუ თავარი პრობლემა ესაა რომ შენ გედავებიან რომ გამოიყენე მომწამვლელი იარაღი და ჩაიდინე რაღაც ამხელა შესაძლო და ნუ ეხლა ეგ ხო საერთოდ აბსურდი არის წინადადების ეგეთი ფორმულირება რა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ბიჭო ხო არ მეღადა ისრაელს და ირანში 1000-ობით იხოცება კვდება პალესტინაშიც ბავშვი 1000-ობით ბავშვი იხოცება და კონიუნქტურა ისეთ შექმნილი სოფლიოში რომ კაცობრიობის წინაშე დანაშაულები თითქოს არ ხდება. აი ესეთი დრო მოვიდა. რატო გუშინ ოსკარზე იმას ქნეს ძალიან დიდი შრომა გაწიეს ამის წინააღმდეგ, ხავიერ ბარდემი გამოვიდა ძმაო და თქვა რომ არა ომს თავისუფლება პალესტინას და ხუხარეტაში იყო. პრობლემა გადაჭრეს. ტრამპს დასარეგულირებელი აქვს რაღაცები, ჰოლივუდი როგორც წესი ერჩის. სხვა შორის მე მინდა ერთ პატარა კომენტარიც გააკეთოთ მეგობრებო. მე დამისვა კითხვა იაგომ და ზოგადად ეს კითხვა მუსირებს რა ვის დაურეკავთ თავს რომ დაგესხნენ ან ვიყავთ თქვენი მეგობარიო ბებია ჩემ თამარას თქო უნდა მეთქვა ეხლა გამახსენდა ეს მაგრამ ხუმრობითაც კი არ არის გამახსენდა სერიოზული კითხვაა ეს სერიოზულად დამისვა მე ვის დაურეკავ რას ნიშნავს ანუ მეგობარს და შემდეგ დებატებზე ვინ არის ისეთი ქვეყანა ჩვენზე თავდასხმის ხო ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში ვის დაურეკავს საქართველოს ხელისუფლება და ჩვენ არასოდეს ისტორიის მანძილზე ალკოოლია ესეთი ან უნდა გაგვიხდეს დასარეკი მორჩა ალკოოლია არ ვიცი მე ისტორია მეტაკლებად ვიცი შეიძლება ვცდები ალკოოლია ისეთი ქვეყანა რომელსაც დაურეკავს ვისაც გინდა დაურეკე ვინ უნდა დაგეხმაროს ომში ძმაო აგერ უკრაინას ეხმარო შომპენიო ეგრე დაგვისწეს ხო ნახე ბოლოს რა შეეხება იმ დოკუმენტს და ოპოზიციას ხო მე უფრო ეს დოკუმენტი კიდევ მოსკოვის მექანიზმი ხო ეს დოკუმენტი კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს აი ამ დივერსანტული ოპოზიციის ძალიან საინტერესო სიმპტომურ სახეს იმიტომ რაც ომი დაიწყო ამაზე შეიძლება რამე კარგი საინტერესო დოკუმენტური ფილმი გააკეთდეს ან სიზიფეს შრომა დაერქვას ან რაღაცის მოლოდინში სადაც გოდოს მათ შორის გოდოს მოლოდინში სადაც რაღაცა წერტილია რომელსაც ვერ ხედავ მაგრამ იმედი გაქვს აი დათვალშხიაში რო არის ხო იცი იქით რო თხრიან და მე ვხედავ მზეს სადაც ელოდება რომ იმიტომ რომ ესენი გახსოვს რა იყო ეხლა მზადდება სანქციების ახალი პაკეტი და მოემზადე ეხლა უკრაინელები იმათ მიხედავენ და ჩვენ დაგვეხმარებთ კარგი ხო ყველაფრის იმედი აქვს და სხვა შორის მე არ მინდა ვიყო ბოროტე ადამიანი არ შეიძლება იმედი გაუნადგურო ადამიანს ბოლომდე ამიტომ უნდა დაუტოვო არა ჯეროდეთ იმიტომ რომ რაც უნდა გაუნადგურო ახალს მოძებნია რომ ნატრის ხეშია კიდე მათ შორის ნატრის ხეში სერიოზული იმედი ნატრის ხეს როეძებს ის კაცი კი ბატონო და ესე თუ გაუნადგურე ადამიანს იმედები ხო მე უკვე წავა
მითოლოგიურ აზროვნებაში რაღაცა ამინდი, კოსმოსი, მეტეორი, ასე შემდეგ რაღაცის იმედი ექნება. ეხლა მაგალითად იმედი გქონდათ, რომ შეიძლება ამერიკის თვითმფრინავები ესე რომ დაფრინავენ და ირანს ბომბავენ. ჩამოუვარდეთ. რატო არა ერთი აქაც გადაიფრინონ და ოპოზიცია ფიქრობდა მაგას. შეგვეშინდება. არა, რაღაცა მოძრაობა გააკეთეთო რა, ფიქრობდნენ, მაგრამ ვერ წერდნენ საჯაროდ, თორე ირანმა რომ დაგვარტყას ესეც უნდა. არა, ამერიკელებმა რომ გაგვათავისუფლოთ. ისინი ფიქრობდნენ. ჯარიჟო დაბომბონ. ხო, მაგრამ მაინდა-მაინც ჩვენ დაგვბომბოთ. ჩვენც დაგვბომბონ ბარემ რა, აქეთ ხართ და რა პრობლემა. მარტო კოცები რომ დავიხოცოთ. ბიჭო, ხო. ხო, აბა ეხა ისინი კოცურ სტრატეგიულ ობიექტებს რო დაარტყან მაგრამ. რა თქმა უნდა, ხო. კოცურ სტრატეგიულ. პოსტივის და იმედი და დაარტყა. პოსტივი იმედი, არა, მე ეს სანქციები ეხა ნახეს რომ მე მგონი არ ჭრისო და პირდაპირ ბომბები რა, ტომაჰაუკები და რაღაცები რა. ხო და რა შეიძლება, ხო, კაი. გვარამია მეგობრებო ძალიან აი ამ ყველაფერს, აი ამ აჟიოტაჟს და მოლოდინს პასუხობს ნიკა გვარამია. ხო, მაგრამ აქ რა ხდება? პირველი რა არის? როცა გადავალთ საერთაშორისო ბლოკს, ეს გაუშვათ აუცილებლად. აი ეს ვერ ხვდა, რაც წარმომიდგენია ეგ არის? რა თქმა უნდა, არიციან სადაც. გაუშვით შეიძლება. მეორე მხარეს ლაპარაკობენ ადამიანები და შეფასებას გთხოვენ ან ქმედებას რევოლუციური სცენარით და ბოდიშ თქვენ ტრაკი გვაქვს ამ რევოლუციური სცენარის. ვინც გადაგებდა ამას ყველაფერს აჩვენა რომ ქონდა ტრაკი, აღმოჩნდა რომ უკაცრავად არაფრის ტრაკი არ ქონიათ. დიდი მადლობა. აღმოჩნდა რომ ულტრაკომეტრაკი. დიდი მადლობა. მე ზოგადად ჩამოხსოვილი სახში თოქზე არ ლაპარაკობდა. გვარამია ტრაქს ესე ხლაღებით არ უნდა ლაპარაკობდეს ეს ერთი. 1. ეს ეტარას. მეორე. თუ ტრაკი გატრაკების ტრაკი არ გქონიათ, რატო ატრაკები? მაგას ხო ულტრაკომეტრაკეობა. ულტრაკომეტრაკე. ბოდიში ამდენი ტრაკის, მაგრამ მომცეს. გვარამია თვითონ არისო ერთზამი რევოლუციის ავანგარდში ყოველთვის. მე ეგრე მახსოვს რომ ჯერ ამის ჩაჩხვა ეგ იყო. მე გვარამიას კონსტრუქციული ან შემრიგებლური დისკურსი არ მახსოვს. გვარამია იყო ყოველთვის ამრევი, რომელიც არაფრისგან, აი ბუზისგან სპილოს გაკეთების ის არის, რა ქვია, ოსტატი რა. აი ეხა ეს დავალება აქვს რომ კონსტრუქციული პოლიტიკოსის როლი ამან მოირგოს და ეგ აი ხა ვიღაც სხვა უნდა გამოჩნდეს ვინც მე როგორ ჩანს რევოლუციური სცენარის ტრაკი რო არა გაქვს ეს აღიარა ამან თონგი და ეხლა რაზე მივდივარ და ეხლა რაზე მივდივარ და ეხლა ხო ეგ მაინტერესებს ანუ არჩევნების გზით არჩევნების ტრაკიც არა აქვს და აბა რითი არა ხო და დააყენონ რა ტრაკი შეიძლება პედაგოგიკა და განმანათლებლობა ეგ სხვათა შორის ბიბლიოთეკებს გახსნიან წლების ბიბლიოთეკებს გახსნიან კი ციგნიერები ციგნიერება განათლება მასალაში აი რო ვერ მიხვდი ლიბერალური დისკურსის გაძლიერება მითი მეცადინეობა მაგრამ NGO-ები რო აღარ არის ცნობიერების ამაღლების პროექტი თვითონ ქალაქში პამფლეტები გამოჩნდება რა ხუხაშვილი საინტერესოა გაუშვით ხუხსონ მანდელა არა კოცი როგორი ტიპია რა თან კაი ტიპი უნდა იყოს ხო თან ესე რომ თქვა ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და თან კაი ტიპი უნდა იყოს ისეთი ტიპი უნდა იყოს რომელსაც ჭირდება არგუმენტები შვილი რო ხვალე კითხავს რომ მამა ძმაო ეგერ ახობაძე რა ასერჩოდი რატო დაიჭირე ხო შვილი რო გიმა უნდა უთხრას რომ ამიტომ ვერ გამიზდიხარ შვილო ესე იქა ანუ მაგას შეეძლო ძალიან ბევრი ისეთ შეკითხვა დაესვა რომელიც ახობაძეს ასე ჩორდიზე საინტერესო იყო რატო ვერ წახვედი ევროპაში რატომ სანქციები რატომ გამოიწვიე რატო დაასანქციონეს შენი ორი ტელევიზია კოცის და ამან აირჩია ისეთი კითხვა რომელიც არასოდეს არ დაისმევა თუ დაისმევა ეგრევე აი ფოტოს აჩვენებან და რა და დამთავრდება ამით მანდაც კი არ იყო ფანტაზია ტიპს ხედები თან ეს ალბათ სანახავი გადაცემა იქნება თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ ორჩნენ შუა ეხა იმ ხელა რაღაც დაჯდა. რომ სათაურის შეცვლის წინაპირობა არის. ახობაძეს რას ერჩოთ? ახობაძეს რას ერჩოთ? სხვა შორის ის არის ჩიხია. ჩიხია ბატონო. მორალური დილემა. ბერძნულ ფილოსოფიაში იყო აპორეტიკული დიალოგები, სადაც თავრდება ჩიხია რა. ხო, ვერ შედიხარ. ჩაკეტილია. ლიანდაგის პარადოქსი რო ხო იცი, ერთი ადამიანი რო წავს ერთ ლიანდაგზე და 4 მეორეზე და შენ რომ უნდა გადაწიო, რომელს გაჭყლიტავს რა, ეგაა რა. სხვათა შორის მეც მომწონს ესეთ პარადოქსალური არა, ახობაძეს რას ეცოდი მართლა პასუხისაუცემელი კითხვაა, იმიტომ რომ ვერ გასცემ პასუხს. მოდი ტაბლიაშვილი
თუ ფილოსოფიაზე მიდგა და ფილოსოფიურ საუბრებზე, ტაბლიაშვილი ხლად ჩაუფინოთ ტაბლიაშვილი. მოგცემს ენერგიას. ხლად ჩაუფინოთ ტაბლიაშვილი. ონ პატარა დოზა გამოვუშვით თუ შეიძლება. ფსიქოემოციურ ენერგიას მოგცემს, რომ აი ეს აპორიები უბრალოდ ხო რა, მაყურებელი ახლა ორშაბათი დღე არის. და ნელ-ნელა შევაპაროთ. ხლად ჩაუფინოთ ტაბლიაშვილი. ხელი გვეჭიროს რომ თუ რამეა გამოვხსოთ ეგრევე. არ ეგეთი არა. არ გამოვა არა ძვირფასებო კი არა, არა ძვირფასებო აგი, ან მაი ამბავი. ყველაფერი რაც ანგარიში აისახა, ჯერ ერთი ეჭვ შეუტანელი სიმართლეა ყველაფერი და მეორე ყველაფერია. 1, 2 ან მე-18, მე-20 და 24 კი არა, ყველაფერია გასათვალისწინებელი კი არა, გამოსასწორებელი. თუ რეკომენდაციებს გავხედავთ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერს მიმეორებ ყველაფერს და არა ნაწილს უბრალოდ ვერ აღიარებს, რადგან აღიარებიდან ძალაუფლების დაკარგვამდე ორი ნაბიჯი არ იქნება დარჩენილი ამ ყველაფერს. ნახე რა პოეზია უკან თუ ყველაფერს აღიარებენ, დაკარგავენ ძალაუფლებას და თუ არ აღიარებენ, დაკარგავენ მაინც. და ანუ თუ ესე იგი win-win ბალაჟანიაში არიან ესენი და რა უნდათ? ჩვენ ვართ. ხო და ესენი არიან win-win იმაში რა. ჩვენ შეგვიძლია ეხლა ამას გონია რომ კარგად არის. ეს აი ხა უკვე მე მგონი წამალი დალეული აქვს. წამალი დალეული აქვს აბსოლუტურად გეთახები, იმიტომ რომ წამალი აქვს დალეული, რომელიც ეთყობა დოპამინის და სეროტონინის დონეს ძალიან აბალანსებს, გარე გაბედნიერებული და მოაფიქრდა გამოსავალი, სადაც ერთშიც მოგებულია, მეორეშიც კარგად არის. всё, აწყობილია. ვიცით ამის ვიდეოები, სადაც აშკარად ეთყობა რომ არ აქვს დალეული. აი მანდაკ არ აქვს დალეული. მანდაკ დეპრესია და შფოთილთიაშვილობა და ახლა გამწყინებული. ახალი ნიანიჩკა, ახალი გადია დაუნიშნეს და შეიძლება პატარა ვისკით ჩაუფინა. არა, ვისკი მაგწამლებთან ჰიტლეჯერი არ მოუვიდა. ნოდარ მელაძე, უი. დავდაუშვით. კაგი გაური, რომელმაც სამწუხარო ტექნიკური ხარვეზი გვაქვს სტუდიის კამერასთან დაკავშირებით, კი ბატონო. არა უშავ, თქვენი მაყურებელი უნდა შეეგუოს, რომ ხანდახან შეიძლება ამიერიდან ჩამქრალი კამერებითაც მოგვიწიოს მუშაობა, მაგრამ იმედია გამოვასწორებთ ოდესმე. რა ხდება საით ვიყურო, აღარ ვიცი. კი ბატონო, პირველი კამერა მუშაობს, სამწუხაროდ გადამცემი გაითიშა, რამდენიმე წამში გასწორდება ეს ტექნიკური ხარვეზი. ხო და ეკა ჩამქრალი კამერებით როგორ უნდა ბოდიში გადამცემი თუ გაითიშა ის ვიდეო არა და კამერა თუ ჩამქრალი არის როგორ მაუწყებლობა რადიოს მეშვებ მიკროფონის მეშვებ და ამათ რა გაეთიშათ სატელიტიზე მაუწყებლობა თუ რაღაცა ამათ სატელიტური მაუწყებლობა აღდგა ოღონდ ერთი კვირით ხო ეგ გაეთიშათ ხო 2 დღით გაეთიშათ ხო ძალიან მაგარია ჩვენ სანქციებზე რო იყვნენ ჟიუხიულში აიხა და ერხათ მაგათ და კატიბე სატელიტიდან გამოირთნენ ბიჭო რატომ აქ ეგეთ შეგრძნება რომ ნოდარ მელაძე არის ბავშვი, რომელსაც უნდა საშინლად ჟურნალისტობა და სახში თამაშობს რაღაცები. ესე იყო. ანუ ეხა საიდან იცი რომ ეგრე იყო? არ ვიცი, მაგრამ შენ არ vicი მაგის წარსული? არ ვიცი, მაგრამ ერთ წამი რაღაცა მაგარს გეტყვი. აი ეხა როგორ განჭრით. აკეთა შენ გაჭერდი ეს რო სახში დააყენო, მიკროფონის მაგალითად სავარცხელი მისცე. აუ დაიგინე რო არ იცი. დედას ვიცავ არ ვაფშე ეგ მაგ ჯერჯერობით მოყოლილია და მისეთი. აუ დედას ვიცავ არ ევრიკა რო იყო არხი გახსოვს? ბევრი ფერი რო რაღაცა. ხო და საინტერესო არხი იყო, ხო გახსოვს? ოპარხი იყო ძმო, მან ფეხბურთი გადიოდა ხოლმე. მან ევრიკაზე გადიოდა საკმაწყვილო ტელევიზიასავით, საკმაწყვილო ტელევიზია კიდე ცალკეა. ნოდარ მელაძე იყო აი ესეთი ადამიანი, პატარა ბავშვი ნოდარ მელაძე. 1-20 წლის წინ ევრიკაში, რომელიც აი ზუსტად ასე თამაშობდა ტელევიზიით, ჩემი თვალით მოგეთხნა. კი, ანუ ეგ რაც შეგვიძლია ზუსტად საიდან მიხვდი, კი, ყოჩა. ანუ აი ესენი ეს გაჭა, ეხა ამას მენა ვერასოდეს ვერ ვიკადრე, აი გახედეთ, კაპ ისმის შენ არ ხარ ნოდარის კალიბრი. შენ სიმაღლეზე ახტომას მაგრამ ნოდარი უნდა ვთქვათ, რომ ესე იგი დაუოკებელი უნება აქვს ტელევიზიის და კამერის, უბრალოდ შინაარსი და დაუშვებელი სიგო იმის უნდა აქვს. ვაფშე ფეხებზე კიდია შინაარსი. შინაარსი უკვე ზედმეტი იქნებოდა ამ ნების. ლიჟბი იყოს და რამე გადაცემა რომ მივცეთ პოზიტივზე გადაცემა. არა, პოზიტივზე რომ მივცეთ. მაგრამ 100 გრადუსი ცელსიუსი, სადაც გახსოვს რამე ეგ მახსოვს და რამე გადაცემა. არა, გეხოცები არ მინდა. არა, ისეთი. არა, ჩემი აზრით, ჩვენი მეგობარი ძაღლი, რომელსაც შენ ძალიან კარგად ისნობს, ესეთი ადამიანები არ მოსწონს. შეიძლება უფრო ბროშკა ხშირად უკბენს. ხშირად უკბენს. ნუ ავსრით რა, ნოდარის და ნოდარის თუ ავსრით, ორი. ხო, ნოდარი. ძაღლს რა უყოთ მე? ძაღლი ცაცრილია. აი ეს რა არის? ხო, მოკლედ მე მგონი რომ ხო, კარგი, ეხლა გავუშვათ მაშინ ვინ არის ეს? ნატო მურვანიძე.
ნატო მურვანიძე მსახიობია. არ გვინდა. აქტრისა. არ გვინდა? არ გვინდა, აგერ. კარალევსკოე თეატრა. გიგა ლემონჯავა. გიგიაძე. გიგა ლემონჯავა. ვინ არის გიგიაძე? გიგიაძე არა, გიგი ტელაშვილი. ეგ ჩემი ფავორიტი პერსონაჟია ძმაო. ბავშვს ბავშვს საქმეში ხელი ვინ წაავლოს? და ვინატრე. აუ, ეგა ხო, გივით არგამაძეს ყავს. გივით არ გამარჯვა. გიგა ლემონჯავა, აგერ ბაჩის საჩქარი გაუკეთოთ დაბადების დღეზე. წავიდა. ლემონჯავა. კლასელების დაპირისპირება. ბაჩო აქედა პლანგზე, გიგა იქიდა პლანგზე. ეს ზად იქნები? ჩვენ ოპოზიციის ალიანსში გვაქვს წერილობითი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ არ მოხდეს მანევრებში. და ასევე გვაქვს ძალიან მკაფიო დაბადების დღეს. არა ვიხო. შაღერნოი ვარიანტი გამოუშვა. გიგა ძალიან დიდი ბოდიში ვარ, რა შენგან საფრთხეს საერთოდ არ მოდის რა. იქნებ შეიძლება გრიმით სადოს. კი. ხრის ტყავში გადასმული. ან თვალები ამოიშავოს. ხო, ან ვაფშე. ან აქ შრამი რო გაიკეთოს. შრამი, უზმაკი უგასავით. შრამი. იარა. შრამი. იარა, შრამი ხო არ არის ქართული. იარა კი ბატონო და რა. ნაციბური. ნაციბური. კარგი, მაშინ გივით არ გამაცა. გივით არ გამაცა. არა, შევხვდი კი ვიყავი პორტუგალიაში, კერძოდ ლისაბონში და შევხვდი ჩემ მეგობრებს, რომლებიც ზოგი საიდანაც ჩამოვიდა, ზოგი საიდანაც და უბრალოდ დავისვენე 3 დღე რა, ეს იყო და ეს ლისაბონი არ არის ის ადგილი, სადაც 3 დღე დასასვენებლად ვიღაცებს ხვდები. ხო, ისიც უთხარი, რომ როდესაც წავალ ბრიუსელში, მაშინ შეუძლიათ სათანადოდ დაინტერესდნენ, იმიტომ რომ აუცილებლად შევხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიდანაც კი ბატონო, ბევრი ჩემი პირადი მეგობარია, ბევრი ვიცნობ პოლიტიკიდან და გავაჩერე, აღარ არის საინტერესო. სუსის მიმდებარე ტერიტორია, მეგონა ისა, ლისაბონი და ვაშას ხედა ვაშკარა და გონია რომ იქ არის გამოვშტეთი. ლისაბონში ვიყავიო. ჩვენ ყველანი ვართ ხო ნამყოფ ლისაბონში? მე არ ვარ ნამყოფ, მაგრამ ფრენა ვიცი რა ხელა არის და 3 დღით არასოდეს არ წავალ მაქელა ფრენაზე. 10 და არ არის, ძალიან კარგია, ძალიან იაფი, იორღა ძალიან კარგია. პირდაპირ არ არის. ის გაიღნოსავდა. როგორც რა გვაქვს თარგამაცება გაუში ხო სასაცილო თარგამაცება. აი მარსკიე პროდუქტებს შეჭამდა. მაგრამ ლისაბონი რატო არჩია? კაი ქალაქია რეალურად ლისაბონი. დასასვენებლად. ძალიან მაგარი ქალაქია. მე გივი არ არის კაი და. შენ ისით რა სოლიტარები შეიკრიბნენ ერთად? ხო, ისა გოკა გამბაშვილი და უგულავა. არა ბიჭო, ეხა ნერვები მეშლება მართლა. ან ჯოჯოხეთი ამ სამმა რანაირად გადაწყვიტა, რომ ასეთ კაი ქალაქში წასული. კაი, მარტო შენ ხო არ იცი? არა, რა შუაშია, მე ხო არ ვიცი. რა, ამას არ წასულიყვნენ. შეიძლება რა პონჩი წავიდნენ, იცი? ფილმი რო არის მაგდონალდსი ბრიუგენ ანახი გა? სიკვდილის. ძალიან დასჯისი რომ ეგეთი მაგარი ქალაქი. არ არის ბრიუგესნაირი. ხმაურიანი და ძალიან მაგარი ქალაქია. რა შუაშია, სანახაოა. ბრიუგე ისეთია რა. ბრიუგე კულტურული მემკვიდრეობაა. ხო, ნუ სხვა ბრიუგეც უკვე ხმაურიანი გახდა. ხო, ალბათ. რაც არ უნდა უცნაური იყოს. კი ბატონო, გავუშვით თუ შეიძლება მეორე თარგამაძე რა გვაქვს? იცი უნდა შემაშინონ ახლა. ისიც მიგნეს ისიც და რატომ უნდა შემეშინდეთ ახლა რა ბიჭო იმის პიკაჩუს რეც საწყავს ზუსტად პიკაჩუში მე მაინტერესებს ისიც თუ ზუსტად პიკაჩუს რეჩი და ორი რაღაცა უკვე პიკაჩუ მოგითხვა აქედან ისიც მიგნეს და ესეცო დამიჭირეს ერთი ხო? ამ აფეთქეს და დამიჭირეს ეგ არის ჩემი აზრი მე მომკლეს ბაბუო არის კიდე ერთი რაღაცა რაც პროსტა აფეთქებით ეს მაკაცებმა აფეთქეს ნუ როგორც შეიძლება ლისაბონში პატიებად ხოვეს შეიძლება მაგრამ აგვეფეთქებინა ისიც მიგნეს და არის კიდე მესამეც რჩება რაღაცა რაც ღმერთმა და ის არ უნდა ისიც და ისიცო კიდე არა ორი თქვა ანუ ისიც დამიჭირეს ისიც ავაფეთქეს და მესამეც ხო არსებობს კი და ეგ არ უთქვავს ხო ხო და არ შეიძლება ხატია დეკანოიძის უტიფრობა გაუშვა გეგელიასთან მივალთ აი უტიფრობა ძმაო გურიოს ყურადღებით ხალხმა ეს ყველაფერი იცის რაც არ უნდა გაავრცელონ პროპაგანდისტულად და მთავარი თუ შენ გიყვარს შენი ოჯახი და პატივსცემ შენ ოჯახს როგორც ადამიანს ღირებულებას როგორც თავისუფლებას როგორც ნამდვილ ჩვენს ასე ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვან იდეას მაშინ შენ საკუთარი თანამოქალაქე არ უნდა გაწირო წამებისთვის და არ უნდა აწამო ეს არის ძალიან მარტივი პრინციპია ამიტომ შვილის პოლიციის თანაშემოქმედი არ უნდა გაწირო წამებისთვის ესენიო ბიჭო რაღაცა უტიფრობა უჯიგეთ ჰეგელია გასა არის წამება მართლა ცუდია როგორც ვანო მერაბიშვილი ხო წამება მართლა ცუდია ვანო მერაბიშვილი არა მეგის კარდავა კი ბატონო გაუშვება ჰეგელია
ყველა ჩვენგანს, მათ შორის ქოც, ეხება ის უბედურება, რასაც ახლა ქოცები აკანონებენ და ის მათ მინდა ესვოდეთ და ისინიც გვისმენან ხოლმე. ნახეთ რა შესაძლოა. ბოდიში. ლელომ რომ ისაქნა გამოვიდა და პენალი კუმფეხი გამოყო პენალი დამარტყმდა ჯაგური ხუმრობით მეც ვერანაირად ვერ მიუსადაგებ კუმფეხი პენალი ძალიან უხდება მე ეგ ძალიან კაი ხუმრობა ვაფშე არ არის ჯაგური ან კუმრო პენალის დარტყმაზე კუმფეხი გამოყო პენალი დამარტყმდა ძალიან რომ კაი კი მაგრამ ვაფშე ეტიმოლოგია რა კუმფეხი გამოყო ხო არ იგებს გავიგე და პენალი არაფერი ვიღაცა მოსწრებულმა ძველად თბილისში 20-30 წლის წინანდელი ხუმრობა კუმფეხი გამოყო დაგაი შუქა მეც მომწონს მაგრამ მოძველებულია უკვე ხო და პასტის გული ვერ მოითმეს თემა მგონია და ახლა ისეთ ჩიტის გული ვერ მოითმესო და პასტის გულიც ვერ მოითმესო ჩვენ დროს იყო ესეთი ჩაყინოი ვარიანტები არის ეგ ცუდია და კუმაგარია პენალს რო ურტყავს ხო და აი მე ვერ გავიგე ლელოს მართლა რა უნდა ახლა ბევრი ეფემიზმი არ მოდის თავში ჰა სახლები სახლი კი არა სახლები ხო და ლელო წავიდეს თან დასცინეს მწარეთ ალიანსმა მალიანს შმალიანსმა ჩერგო მერგო სუ დასცინეს ჩერგო კარგად არის ჩერგო ჯიგრულად არის გვაქვს ჩერგოსი რა აქ იმედები არაფერი დღეს პროსტა არაფერი არ გვაქვს ჩერგოსი არ დაუდია კვერცხი მაგრამ იმედები ხო მაგრამ გეგელია რაზე ბაზრობდა ახლა თემა რა არ ვიცი რა ვიცი ეთყობაო ეს რეპ მე რო ახლა დაუწესო ვინმეს კანონად თუ მას არ მოსწონს რუბლიანი ამინდი ის არის კრიმინალი თუ მას მოსწონს პიცა ის კრიმინალი არ არის გასაკვევია გამას ეს ალბათ მანქანებზე ლაპარაკობდა სხვათა შორის მე მგონი დაძაბული არა ის დაჭერები რო დაჭერებზე რა ხო და პოლიტიკურ დაჭერებზე ეგრეთ წოდებულზე ვინ დაიძახა გეგელმა ბრავო просто Skype-ში დამირეკეთ კონფერენცი მე მგონი რომ ამას შესაძლებელი ყავს მოსაგროვებელი მინიმუმ ბადრი შესაძლებელია ჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძე სად არიან და რატომ მიატოვეს თავიანთი შინნაზადი ტერორისტი რატომ მოწმენ თავარ ჯგუფს ალოკე ტერორისტი ალოკე რატომ მიატოვეს ესე აბა ბიჭო ისე ტერორისტების სიაროა რა ვიღაც სხვათაშორის აბუბეკ და აბუბეკ აბუნაზარი და ისინი და ხო სერიოზულად და ალოკე სხვათაშორის იმედი გადაგვიწურა მენაპირე ერისთავმა დავით კაცარავა აუ დაგვირხა აი ძიმე არტილერი კაცინსკი მე ვთვლი რომ ნებისმიერი მოლოდინი იმისა რომ ოდესმე საქართველოში ჩატარდება ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში არჩევნები გამჭვირვალე კონკურენტუნარიანი სადაც ხალხი შეძლებს ასე ვთქვათ თავისი აზრის დაფიქსირებას და ასე ვთქვათ ოპოზიცია ამან ძალიან მაგარი რა თქვა просто მე ჩემბრალე რომ ვიდეოზე არ მოვინიშნე მაგრამ ვიდეოთი მაგრამ გარწმუნებთ რომ თქვა მართლა ესე თუ გაგრძელდაო შავ ზღვაშიო ავიამზიდების შემოვლენო. ანუ ის საერთოდ არ არის ხიდი. ხო, მივხვდი. ბოსფორის სრუტეზე ხიდი ვერ გაატარებს, მაგრამ ხიდის სიმაღლე. თეადეიშვილი. ავიამზიდები რო ეგრევე ჩაკლავ. მე თეადეიშვილზე ვკაიფობ, იმანო ვილაპარაკა მერაბ მეტრეველმა. ჩვენ გადაცემაზე რომ რა საშინელებები არიან და თეამ და იქ დამსწრე საზოგადოებას არ დაიწყეს ერთმანეთთან შეჯიბრი, ხო იცი? რამდენი წამი არა, მე ვერ უყურებ ამ საზოგადოებას, მე 3 წამი, მე 2 წამი და მე 1 წარ მიყურებია და რაღაცები რა. ეს ან მარტოში სლანგი გამოვიდა და მე ხო, სლანგმა, იმიტომ უყურეო რომ ლანძღავდნენო და ველოდებოდი არგუმენტსო და არგუმენტი არ იყო და რა არგუმენტი. სლანგია და რა. ბიჭო, სტრანია. ეს ბოდიში ხო რა ანეკდოტს მაგონებს, ცი? ცირკის დირექტორთან ცხენი ვარ და ცხენი ვარ და მირეკა ეს სლანგია და მეტი რა უნდა ხო და შეხედე ძალიან მაგარი რა არის თეადეიშვილი ამბობს ამას რომელმაც პორნო ლექსები და პორნო პოეზია და პორნო პროზა ტირილი მიშაზე პორნო პროზა გააკეთა დაქიშმიშებულ გახრწნილ მიშაზე ნუ და ადვოკატი ამბობდა რომ იხრწნებაო თორე მე რა ხრწნის ისინი ამოსდის სუნი და ნიშნები შეგვიძლია. მაშინ კუტაბიჭი გავუშვით. უასია კუტაბიჭი გავუშვით. მისტერ კუტენცო კანდიდატი. კუტაბიჭი ისეთი მაგარი კანდიდატი ყავს პრემიერ-მინისტრად თავის წარმოქმნილ. ბეჩეკეც არის. ბეჩეკე. ბიჭო, ისე მართლები ვართ ისტორიის სამჟავროსთვის. მართლები ვართ კუტაბიჭი შევარ. გადავარქვათ. კუტენცო და ვარ. არა.
უყურე ადამიანს რაღაცა უცნებობდა, რაღაც თავის გეგმები ქონდა და ეხა ყველა ვინც უყურებს დებატებში რომელია ეს კუდა? არა, შალვა რამიშმა რა დაგარქვაო რო იძახიეს, თქვა შაქარიშმა თქვა. არტე ხავს. მასე ბევრ შევარგით. ბოდიში უნდა მოუხადო. ბოდის გიხდი კუტაბიჭო. და აღარ დაგიძახეთ. დაგიძახეთ, მაგრამ ბოდის ბოდისის მოხდით კუტაბიჭი. არ გვინდა, და ეხა არ გავუშვათ. მოდი არ გავუშვათ. დავაი. გავუშვათ, აბა ეხლა როგორ არიციან ირანის ადგილმდებარეობა იმაში, საბჭოში, ევრომაიდანზე. გავუშვით, მიგივია. ირანზე ვიყოთ. Et donc on n'est pas des encyclopédies. ისე მართალია. იმისთვის რომ ომი გააჩაღო, რა საჭიროა იცოდეს სად არის. ისე სხვათა შორის მე გეოგრაფია, მაგრამ მევასებად ძალიან უბრალოდ ეგეთ რუკაზე მეც მიჭირს ხოლმე და რაღაცების მოძებნა. თუმცა ეხლა შენ რო გაგიჭირდა, მე რო გამიჭირდა. არა, ეხლა დავტესტე და თვალდახუჭულმა ვიპოვე ირანი. ანუ შენ რო გინდა სოფლიო გეოპოლიტიკასპედი გადაწყვიტე. ხო, ანუ ჩემთვის მარტივია რა ირანის პოვნა რა. ორიენტირი არის კასპიის ზღვა, გასაგებია რომ კასპიის ზღვის ზუსტად სამხრეთით არის ირანი, მაგრამ მე სხვა რამე მაინტერესებს რომ ადამიანები ეომებიან ქვეყანას, იღებენ რეზოლუციას. და გუშაქთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს ამას. სხვათა შორის არიციან რამხელა ქვეყანა. რომლის წინ ამას რო კითხო საქართველოს დედაქალაქ შეიძლება ეგ ვერ კითხრანდა. რა თქმა უნდა ვერ კითხვის, დარწმუნებული. მე ჩავიდეთ და ვკითხოთ. მაგრამ ოპოზიცია რასაც ეუბნება იმას იმეორებს, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოინდელი გრძელდება და კრამიტი. გრძელდება სპეციალური SVO გრძელდება, ტრამპის SVO და როგორ დამთავრდება. ეხა ეხვეწება სხვა ქვეყნებს შემოგვიერთდით ორმუზის ყურის განაღვაშიო. გუშინ არ მიდის ეს არ ვიცი ოსკარებს უყურეთ თუ არა გუშინ. ოსკარებს არ მოგვიყევი. ნუ კარჩ ძალიან ვინ აიღო ყველაზე ანტიტრამპისტული ოსკარები იყო რაც იმიტომ რომ ანუ ისეთ შუტკები იკადრეს დაჟე რაღაც პატარა პენისიო და ფილმი ვინ გაიმარჯვა ჯერ გითხარი? One Battle After Another-მა. დებილობა ფილმი. ხო, ნუ სამწუხაროდ ძალიან გასაგები ფილმი არის, პოლ ტომას ანდერსონი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი, მაგრამ უნდა და ამ კაცს ოსკარი და გადაიღო ეგ ფილმი და მიცეს ოსკარი. ძალიან მარტივად ოსკარი არის. კი, ამ კლიმატისთვის განსაკუთრებით. თავარი სხვა რაღაცა, ნუ ეგ ხო იყო რა, რომ ყველა წინადადება და ყველა მოლეკულა მაგით იყო გაჟღერილი, რომ ტრამპი გვეზიზღება, რა ყველა ლანძღა ტრამპი. და კარჩე თავარი, აი ყველაზე მეტად რაც მართლა რომ გაგიტყდება, იმიტომ რომ აი ვიღაც პოლიტიკურ ოპონენტი არის შენი და ლიბერალურ ჰოლივუდს ეზიზღება ტრამპი, ხო არ არის ხო ახალი და რაღაცა პროსტა შეიძლება უფრო გემოვნებიან ხუმრობები ისურო, ვიდრე რაღაცა პატარა პენისი აქვს და მსგავს ხო რომ როგორც წარმოიდგინე. კი. ხო და კარჩე ყოველ ამ ოსკარებზე არის ხოლმე სექცია ეგრე რომ ბოლო წლის განმავლობაში გარდაცვლილი სოფლიო მასშტაბით ინდუსტრიის წარმომადგენლები, ვისაც კინოში რაღაცა მცირე თუ დიდი განსაკუთრებით 8 წელი აქვთ, მათ ფოტოს აჩვენებენ და მიაგებენ პატივს რაღაც სიმღერა მიდის და მინიმუმ რაღაც 5 წამი მაინც ფოტო ჩანს. ბრიჯიტ ბარდო არ აჩვენეს. არა ბრიჯიტ ბარდო ამოიღეს. არ ბრიჯიტ ბარდო ხო ის იყო რო გარდაიცვალა, მინსკი დაწერა რომ ღმერთმა დათილში ამყოფოსო ყველა გალანძღეს რომ ეგ ჰომოფობი იყო და როგორ ბედაო შენო. ვინ იყო ჰომოფობი? ბრიჯიტ ბარდო იყო ჰომოფობი, რა ვიცი მე, ხო? 50 ხო და ბოლო პერიოდში გაუკეთებია ჰომოფობიურ განცხადებებს. რა მერე, ბიჭო, ბრიჯიტ ბარდო, ანუ სოფლიო კინოს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ემბლემატური ფიგურა არის. როგორ შეიძლება? სექს სიმბოლო, აი მართლა ვინც იყო რა. როგორ შეიძლება გასული წლის კინოს დანაკარგზე ლაპარაკობ და ბრიჯიტ ბარდო არ ჩასვა იქ. მარტო იმიტომ რომ ჰომოფობიური განცხადებები ქონდა გაკეთებული. იქ ეს თუ მე გაირკვა რომ არ სვავდნენ. არა, ანუ ახსნეს ესე ხო? არა უხსნია, არავის, მაგრამ არ არის. ანუ ისეთ ხალხი იყო ვაფშე კაცშუს რო არ გაუგია და არ უნახავს და ბრიჯიტ ბარდო არ იყო. საწყარი. ამით ვის დააკლდა ბრიჯიტ ბარდოს თუ მაგათ? მაგათ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა კლასი აღარა. კლასი, ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ყველამ